ვთხოვე. მოგვივიდა. ცუგრი. რაო. გაგიხარდა რომ მოვედით? 2, 3, 4. ესე იგი 1 გვაქვს და 2, 3. მადლობა თქვენ გამზრდელს, რომ არსებობს ქვეყანაში ისეთი ადამიანები, რომელიც ამ საქმეს აკეთებენ ასეთი ენთუზიაზმით. აქ თუ ამოვიდოდი, ეს ჩემთვის არის წარმოუდგენელი და ამ ხალხისთვის ეს პროდუქტი კი არ არის, ეს არის იმედი. მეორე დღე გაგვითენდა და მივდივართ მოკლედ ისევ ოღონდ ახლა მივდივართ ოზურგეთში. ევანდელი დღე უკვე დაიწყო ზღვისპირა ქალაქიდან და დღეს შევეცდებით რომ აქეთ ოზურგეთისკენ ჩარჩენილ მოსახლეობას მივაწოდოთ პროდუქტი, აღმოუჩინოთ რაიმე სახის დახმარება, ეს იქნება სამედიცინო საკვები დანიშნულები, დაბადროები. მოგესალმებით. დღეს არის უკვე 1 მარტი, გაზაფხულის დადგომას გიგლოცავთ, მეგობრებო. ჩვენ უკვე მივემართებით ოზურგეთისაკენ. როგორც ნახეთ, გუშინდელ დღეს ვიყავით ზესტაფონში, სადაც 2 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში ფაქტობრივად მონაწილეობა მივიღეთ და ძალიან გაგვიხარდა ჩვენს ამ კეთილი საქმის გაკეთება, დავეხმარეთ ჩვენს მეგობრებს. ეხლა უკვე აქეთ არის საჭირო ჩვენი გვერდში დგომა, ჩვენი ოფროუდერებისთვის. ამიტომაც აქეთ გამოვემართეთ. ეხლა მივდივართ ჩვენ ოზურგეთის მერიაში, სადაც გადანაწილდება ჩვენი ფუნქციები, ვის რა ფუნქცია დაგვეკისრება. ზოგმა შეიძლება პროდუქტი ვატაროთ, ზოგმა შეიძლება სამედიცინო პერსონალი, ზოგმა უბრალოდ მედიკამენტები, ან შეიძლება საერთოდ ხალხს ვინმეს ევაკუაცია დაჭირდეს და იმისთვის გავემართოთ. მოკლედ, ყველაფერს გავიგებთ ადგილზე რომ მივალთ, გადაგვინაწილებენ ჩვენს ფუნქციებს. შემდეგ ავავსებთ ჩვენს ავზებს საწვავით და გავემართებით უკვე ჩვენს მარშრუტებზე. დროებით და შემოგიერთდებით ხოლმე საინტერესო ვიდეოებით, რა თქმა უნდა. ახლა მიმდინარეობს საწყობში ჩვენს მიერ წამოღებული პროდუქტის დაცლა. აქ არის დასაწყობებული მთლიანად მთელი საკვები პროდუქტები და მარაგი და აქედან ნაწილდება მოკლედ მანქანებზე და მიდის სხვადასხვა სოფლებში, რთულად მისადგომ ადგილებზე ეს პროდუქტი. ეს არის რა ჩვენმა მეგობრებმა გამოგვატანეს ეს პროდუქტი, ჩვენს მიერ წამოღებული და ჩვენი მეგობრების მიერ გამოტანებული და ახლა დავასაწყობებთ ამას. შოთა წაიღებს და ამის დასაწყობობის შემდეგ ჩავერთვებით უკვე სასწრაფო დახმარების ოპერაციებში წავიყვანთ ექიმებს სოფელ ასკანაში. პროდუქტი დავაბინავეთ საწყობში, რომელიც გამოგვატანეს ჩვენმა მეგობრებმა და ჩვენც რო ჩამოვიტანეთ. ეხლა უკვე ახალი დავალება მივიღეთ და მივემართებით სოფელ ასკანისაკენ. მიყავს სასწრაფო დახმარების ერთი წარმომადგენელი. როგორც გითხრეს, საკმაოდ რთული გზაა, ცუდი გზაა ასკანისაკენ მისასვლელი და ერთი ადამიანია, ვისაც ჭირდება ჩვენი დახმარება. მაგ სოფელში სხვა სიმყოფება. ხო. სასწრაფო დახმარების ბრიგადაა გაგზავნილი. გასაგებია. თუ მათ ვერ შეძლეს, იქნებ თქვენ დაეხმაროთ. გასაგებია. მოკლედ ესეთი სიტუაცია, ავალთ და ვნახოთ, იქ შეიძლება კიდევ ვინმეს დაასჭირდეს სასწრაფო დახმარება. თუ შევძლებთ, რა თქმა უნდა, მივიყვანთ ბოლომდე. ვნახოთ რა გზა დაგვხდება დროებით. კამერა ჩართეოდა. ეს არის რთული აღმართი. აბა რთული აღმართი. მაგის იქ. რა, მოგვეჭვენა.
მოვიდა. ძალიან ღრმა თოვლში მოვიწია შემოსვლა. აი ეს ჩვენ გავყვანეთ. და მოსახლეობა გავაგრძელეთ გზა, მანქანა დაბლა წავიდა, უცელდა დაჯდა და ეკიდა და ვეღარ ვაგრძელებთ მოკლედ ახლა შოთა ასუფთავებს ახლა მე შევენაცვლები რომ იქნება როგორმე გაუთავისუფლოთ ნიჩაბი ერთი გუსთან და იქნება მანქანას როგორმე გაუთავისუფლოთ წინ და უკან სავალი რომ როგორმე გამოვძვრეთ აქედან. რაო შოთა, რა სიტყვი? შევძლებთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და შევძლებთ თუ არა გახავთ. კარგი, მომეც შეგენაცვლა. მოკლედ აი ეს არის რა. ამოვედით ერთი პაციენტი ამოვიყვანეთ, რომელსაც სისხლდენა ჰქონდა. ჩავისვით მანქანაში, მიყვავს საავადმყოფოში, ამოვედით ახლა მეორე პაციენტთან, რომელიც უგონოდ არის. შევიდნენ უკვე მოკლედ სამედიცინო დახმარების ჯგუფი, ვინც ყავს ამოყვანილი და როგორც კი ამ პაციენტს მივხედავთ, დავუბრუნდებით ისევ საავადმყოფოში და გავაგრძელებთ სხვა დავალების შესასრულებლად წავალთ მოკლედ. ესეთი არის ამ დროისთვის მდგომარეობა. გადაადგილებას ართულებდა შემხედრი მიმართულებით მოძრავი ჯიპებიც. გზის სივიწროვის გამო შეუძლებელი იყო ერთმანეთისათვის გვერდის ავლა. ამიტომ ხშირად გვიწევდა გზის დათმობის მიზნით უკუსვლით სიარული ან გვერდის ასაქცევის გაკეთება. წარმატებები ხალხო. ეს მომბავი დაატრიალა მოკლედ შუთა მაგ. მოვედით ახლა. მოვედით ადგილობრივ საავადმყოფოში, ოზურგეთში. მოვიყვანეთ. კარგად გაიხარეთ, კარგად იყავით. მოვიყვანეთ პაციენტი. შოთი რას გვეტყვი? არაფერი, მშვიდობით დავასრულებთ დღევანდელი პირველი არა მეორე ოპერაცია. და ნახოთ შემდეგში კიდე ახლა ბიჭებს ველოდებით რომ გიჩვენდეს შემდეგი დავალებები. კი ბატონო, არ უწყვეტთ მუშაობას, აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ და ველოდებით შემდეგ დავალებას დროებით. მოგესალმებით, მეგობრებო. ხელს ხო არ გიშლით? კი ბატონო. მოკლედ, როგორც ხედავთ, გაცხოველებული მუშაობა მიმდინარეობს აქ. ეს გახლავთ საწყობი. ამ ყველაფრის ორგანიზებას ახდენს ადგილობრივი ხელისუფლება მოკლედ, რათა დაეხმარონ მოსახლეობას. ჩვენც აქ ვიმყოფებით. მთელი ოფროუდერები, სხვადასხვა ჯგუფები, იუთუბერები, ვისაც შეგვიძლია მოკლედ და ვისაც ყავს ისეთი ტრანსპორტი, რომ მოსახლეობას დავეხმარებით. სავსეა აქაურობა პროდუქტებით. ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ინტენსიურად მივაწოდოთ მოსახლეობას, რომელსაც ხელი არ მიუწვდება პროდუქტებზე. თავიანთ სოფლებში აუტანოთ პროდუქცია. დილით როცა მოვედით, აქაურობა სავსე იყო, გატენილი იყო შეიძლება ითქვას და სანამ წავედით ჩვენ მე და შოთა პაციენტებთან მივდიოდით, დაგვყავდა სასწრაფო დახმარების ექიმები. სანამ ჩვენ იქ ვიყავით მოკლედ, აქ ფაქტობრივად განახევრდა ის პროდუქტები, რაც იყო დასაწყობებული. არასათანადო საბურავების გამო სერგის უჭირდა გაუყვალავ თოვლში სიარული და სურსათის დარიგება. ამიტომ პაციენტების ევაკუაციის შემდეგ სერგის დასახმარებლად ჩვენ მივედით. აღარანაირი. აბა? Awesome. ახლა ჩააბავენ ჯალამბარს. შემოვედით ერთ-ერთ თულად შემოსასვლელობაში, მოდიშით ბატონო სერგი თუ შეიძლება.
აი აქ არის განები ხოდა მოკლედ ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენელმა აქეთ მოაწოდა ახლა ამ ხებოდონსაც პროდუქტები ცუგრი რაო გაგიხარდა რომ მოვედით აი სურსაც სანოვაგე მოვუტანეთ. შოთამ ჩვენი არხის რეკლამაც გააკეთა. უკვე ბებო აყენეთ ბიჭო. ცხრამთას იქ თელავი ვართო უთხრა. თელავიდან ვართო. კაი სასიძო ბიჭია რა, აქ უნდა დავტო ოთეს რა. ой, გარია მისი ბედი უჩვენ. ელეო ჩოხატა ურში კარტოფილი მაგიტომია. ქალში უნდა გაცვალოს. აი ესე გმირულად უტკებნის შოთა მზიაბებიას თოვლს და მიდიანეს. კიდევ კარგი რომ კადრები აღბეჭდე. შოთა გმირი, შოთა გმირად, შოთა გმირს, შოთა გმირით, შოთა გმირ. ქრისტოსი წუთია მეგობრებო, კიდე ვაგრძელებთ საკვების დარიგებას. დავიწყო? მოკლედ, ეხლა უკვე არის ღამე, რომელი საათია ეხლა ვნახავ? უკვე 10 საათია ღამის, მოკლედ და ჩვენ ისევ მოვბრუნდით ამ საწყობში და ისევ მიმდინარეობს საკვების დარიგების პროცესი. ნუ შეხედეთ, გადახედეთ, დაფასოვებულია მთლიანად, აბსოლუტურად გარშემო. ამ პაკეტებში შედის ძეხვი, პური, შაქარი და ამავდროულად კიდე რაღაც საყოფაცხოვრებო პროდუქტებიც, მაგალითად ჭურჭლის სარეცხი ჟელები და ასე შემდეგ. მოკლედ რა, მცირე რაოდენობით, რა თქმა უნდა, ეხლა ტომრებით არ არის ეს თითო ოჯახზე გათვლილი, მაგრამ ოჯახები, რომლებიც ყოველდღიურად მოწყვეტილები არიან ცივილიზაციას, ასე ვთქვათ, იმათთვის ყოველდღიურად ხდება ამ პროდუქტების გადაცემა და დარიგება. რაშიც, რა თქმა უნდა, ჩვენს მონაწილეობთ, ასევე მონაწილეობს ადგილობრივი ხელისუფლების რესურსი და მოკლედ, აი ესეთ დღეში ვართ მთელი დღეა მოკლედ რა და ნუ ვინც ის კიდე ჩვენ ჩამოვედით რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს. ჩვენს მეგობრებთან ერთად ვაგრძელებთ, შეიძლება მოგვიწვიოს ჩვენ შუაღამემდეც მუშაობა, არ ვიცი ზუსტად როგორ იქნება, მაგრამ არ გავჩერდებით არანაირად და ჩვენ ვართ იქ, სადაც საქართველოა. მეგობრებო, ამოვედით სოფელ ლიხაურში, საკმაოდ რთული გზა გავიარეთ, საკმაოდ კი რა ძალიან რთული გზა ამოვიარეთ. და ნუ თოვლის საფარსაკაც ხედავთ როგორია, ძალიან ციცაბო აღმართები იყო. აქ გველოდებიან ოჯახები, რომლებისთვისაც აი აქედანა მოკლედ არც ჰქონდათ იმედი რომ ამოვიდოდით, მაგრამ იმედები გავამართლეთ და ამოუტანეთ სურსათ სანოვაგე. და მადლობა ღმერთს რომ შევძელით ეს და ნუ დღის გმირი რა თქმა უნდა ბატონი სერგი, რომელმაც თავისი შეუპოვრობით ამოაღწია ამ აღმართებზე. დავყურებთ ეხლა ჩვენ თავზე. რას დავყურო? ოზურგეს? ოზურგეს დავყურებთ ზემოდან. ერთი ამასული. კარგი სერგი, კარგი. მადლობა ამ ბიჭებს. მადლობა ყველაფერს. დღეს ისეთი რამე გამიკეთეს, არ ვიცი ამას რა ქვია, არ ვიცი მე ცალკე დავწერ, მაგრამ ეხა რო არ აღნიშნე, არ შეიძლება. მადლობა თქვენ გამზრდელს, რომ არსებობს ქვეყანაში ისეთი ადამიანები, რომელიც ამ საქმეს აკეთებენ ასეთი ენთუზიაზმით. აი დღეს სამი შვილი მყავს გეფიცები, აქ თუ ამოვიდოდი, ეს ჩემთვის არის წარმოუდგენელი და ამ ხალხისთვის ეს პროდუქტი კი არ არის, ეს არის იმედი მისთვის, რომ ესენი არ არიან მარტო. და ქვეყანას კიდე თქვენაირი ბიჭები რო ყავს,
აქვს ძალიან დიდი იმედი. გაგახაროთ ღმერთმა და მთელი ლიხაურის სახელით სიყვარული. დიდი მადლობა ქალბატონო. გახლავთ მოკლედ სოფელ ლიხაურის გამგებელი და ნუ თქვენაირი გამგებლები კიდე მე ესე ვიტყოდი რომ ყველა სოფელს უნდა ყავდეს მენიუ. ესე თავდადებული რა ღამის 11 საათია 12 დაიწყო და ეხლა ამოვიდით ამ სიცივეში და ყინვაში. კარგი მოვიდოთ ქალბატონო. გაიხარეთ ბიჭები. შოთა ეხლა ცდილობს რომ მოაბრუნოს მანქანა. რომ სულ უკუსვლით არ მოგვიწიოს ამ ხელა აღმართზე ჩასვლა რომელიც ამოვიარეთ. რას გეტყვით ხალხო და ესე იგი საკმაოდ რთული რელიეფია, საკმაოდ რთული გზა არის. რაც შეგვეძლო ყველაფერი შევწელით, მოკლედ ანუ ტრაქტორის გაყვალული გზა არის. კიდევ კარგი რომ ტრაქტორს აქვს სამოვლილი, იმიტომ რომ რეალურად თოვლის საფარი ძალიან დიდია რა, მაღალი საფარია ძალიან თოვლის და ჩვენით გაყვალვა ამ გზის ნამდვილად გაგუჭირდებოდა. დიდი აღმართებია, გვიწევს ძალიან ნელა სიარული, იმიტომ რომ ანუ აი ნახე ანუ არ არის რა ფხვიერი თოვლი რა, არის უკვე გამდნარი და ხდება უკვე ყინული. რა ვიცი რა, ყველაფერს ვძილობთ რაც შეგვიძლია მოკლედ რა. ვაგრძელებთ, არ ვჩერდებით თქვენს დარჩით ისო და ისო ჩვენ სახლზე. აი ამდენს რო წვალობთ, გამოიწერეთ და ლაიქით, ზარისხლახს დააჭირეთ და კომენტარების დაგვიწერეთ. მადლობა. გაიხარეთ, ძმაო, გაიხარეთ. აი მართლა კაი ხალხი ხართ რა და ერთხელ რომ იქი ჩვენი რა. ამოდი ძმაო, ამოდით, აი როცა გაკეთე. შემოგიორდი რა, შემოგიორდი. აი ხა პატარა ცეცხლსა და კაი კაცი ჩანხარ შენ. კაი მანდარინი იქნება, აი კაცი იქნება და აი მამწო შენაირი კაცები რა ვინაცვარდი რა. ამ რთულ პირობებში უცაბედად როცა მითხრა მანდარინი ხوار მინდა გული რადგან წერან დავინახე მანდარინი ხეებზე ონსვაგან მეყავთ და მეთქი მანდარინი ხიდან არასდროს არ მიჭამია თქო და ახლა შოთა მიიგოს გზას მანდარინის მოსაპოვებლად დაიცადე შოთა მეც უნდა მოვიდე და ჩემი ხელით უნდა მოუწყვიტო მანდარინი ხიდან ჯიგარ რჩევა რომელიც შენს სიცოცხლეს გადაარჩენს ველურ პირობებში ყოფნისას ძალიან ხშირად შეიძლება წავაწყდეთ მტაცებელ ცხოველებს იმისთვის რომ მტაცებელი ცხოველისაგან თავი დავიცვათ მუდმივად უნდა ვატარებდეთ 10 კილოგრამიან ჰანტელს რომელიც შეგვიძლია ჩვენი არხის სახელით გამოგიგზავნოთ თუ კი ველურ პირობებში მტაცებელ ცხოველს წააწყდებით მუდმივად სატარებელ ჰანტელს აიღებთ დაარდებთ და გაიხართ გათენდა 2 მარტი მეგობრებო და დღეს უკვე დიდი ალბათობით შედარებით მოკლე დღე ვექნება უკვე უნდა დავუბრუნდეთ ჩვენ სახლებში ჩვენ საქმიანობას დავუბრუნდეთ ძირითად საქმიანობას და დღეს დაახლოებით შუა დღემდე მოვივლით კიდე დავეხმარებით იმ ადამიანებს რომლებსაც სჭირდება ჩვენი დახმარება მივალ სოფლებში ვინც არიან ჩარჩენილები და შემდგომ უკვე დავემშვიდობებით დასავლეთ საქართველოს დავემშვიდობებით გურიას და დავუბრუნდებით ჩვენს კახეთს